რა შეგრძნებები ქონდათ? რა მეშინდა. ეს არის მართა, ორი ერთნაირი სულის ჩამდგმელი. მართა არის ადამიანი, რომელიც არასდროს ნებდება. შეუპოვარი, მამაცი, კეთილი და ძალიან მშრომელი. ხანდახან კი ძალიან დიდხანს უჭირავს ტელეფონი და ზარმაცობს, მაგრამ არ აუშავს. გამოვასწორებთ. სწორედ ამიტომ დღეს მინდა მოგიყვეთ მის ერთ-ერთ გატაცებაზე, რომელიც მართას ხასიათს იდეალურად შეესაბამება. დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. მართას აქვს ბეთლი. მართა ალბათ იცით, რომ დადის ჰიპ-ჰოპზე, ძალიან კარგად ცეკვავს და დღეს აქვს შეჯიბრი. რამდენიმე ტური იქნება. ბავშვები მოზარდები ერთმანეთს ეჯიბრებიან და ვინც მოიგებს, გადადის მეორე ტურში, მერე კიდე თუ მოიგებს, გადადის მესამე ტურში და შეიძლება პირველ ადგილზეც გავიდეს და შემდეგ არის პრიზები. მოკლედ მართა ამ დღისთვის ემზადებოდა. ეხლა არის 25 იანვარი, 3:30-ზე უნდა მოვსულიყავი და არის 3:23 წუთი. წინა ვიდეო, ვისაც არ გაქვთ ნახე, აუცილებლად ნახეთ, იმიტომ რომ მე მართასთან უნდა მოვსულიყავი და ვერ მოვედი, იმიტომ რომ თოვლში გავიჭედე 4 დღით, მაგრამ დღეს სამაგიეროდ 7 წუთით ადრე მოვედი. შესაბამისად, გაჩვენებთ ყველაფერს რა როგორ ხდება. შეჯიბრი ცხოვრებაშიც არ გვაკლია, მაგრამ მთავარი ისაა, რომ არც მე ვიყავი მარტო ამ მნიშვნელოვან დღეს. ხო, ჩვენი მთავარი პერსონაჟი, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ არის მაშო, მოგესალმებათ. ერთი კომენტარი ეწერა, რომ ორი მანა რატო არისო და ძალიან კომენტარით მართლა გავართ, თუ არ არის მაინც ორი მართლა გავართ. ვიყავით ჩვენ მეგობართან კერესთან და ბახილებს გვაცმევს ხოლმე და შემთხვევით გამოვედით და გვაცვია და ესე მივიდივართ მართას შეჯიბრზე. და ხო გახსოვს წინა ვიდეოში ბახილები გვეცვა ჩვენ, ოღონდ შავი დიდი პარკები. გონი დავეჩვიეთ და აი ისე გვიხდება რა. მართლა მესე რომ დაგვინახოს, მოიცა გავიხადოთ. მეგობრებო, underground party-რა. აუ ერთი ცეკვა არ დავდგას ჩვენ. გამარჯობა. რა ჰეარ სტაილი აქვს შემობრინდი. ვაუ! ვინ იგებს დღეს? მზად ხარ რომ მართასთან ერთად დაინახო თუ რა ხდება ჰიპ-ჰოპის სამყაროში? და მთავარი, იდეა მაქვს ამ ვიდეოს ბოლოს შენც დაფიქრდი. ან მოგვიყვები რა არის ჰობი, ახალი უნარიან საქმე, რომელიც შენს ხასიათს მოერგება და სიამოვნებასაც მოგიტანს. მე ბევრი რამ ვცადე. დიჯეინგის სწავლა მინდოდა ძალიან რომ დამეკრა. ჩოგბურთზე ვიყავი ეგრე კიდე რომ ძალიან მომწონდა ეს სპორტი. ვისაც არ გამოგიწერიათ, ჩემი ახალი YouTube არხი მანავარ იცოდეთ, აუცილებლად გამოიწერეთ, მაგრამ მგონი ჩემ არხს არ აგდებს, იმიტომ რომ ამ არხზე ყავს 114,000-ზე მეტი გამომწერი და ჩემი არხი არის დაჩაგრული ხალხო. და ეგრე არ შეიძლება. გადმოდით და გამომიწერეთ აუცილებლად. და მივხვდი რომ მთავარია გჯეროდეს საკუთარი თავის, პროცესის და გზის, რომელსაც ირჩევ. სანამ უფრო დეტალურად მოგიყვებით ჰიპ-ჰოპ დენს კულტურაზე, მანამდე მოდი ტოპ კომენტარები წავიკითხოთ. პირველი გამარჯვებული კომენტარი. მე 7 წლის ნუციკოს მამა ვარ, რომელმაც მთხოვა დამეწერა თქვენთვის კომენტარი. ძალიან უყვარხართ და სულ მოუთქმელად ერის ხოლმე თქვენს ვიდეოებს. ამ კომენტარებმა გულები გაგვითბო. ყველაზე მეტად გვიხარია, რომ მშობლები და შვილები ერთად უყურებთ ჩვენს ვიდეოებს. ჩვენი მიზანი ზუსტად ესაა, ერთად შევქმნათ კულტურა და ღირებულებები, რომლებიც თაობებს აერთიანებს. სწორედ ამიტომ შევქმნით ჩვენი მერჩიც, რომ ეს ემოცია ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გაგრძელდეს. ჩვენ საიტზე ნახავთ ღირებულებებს, რომლებიც ჩვენი აზრით ბავშვებისთვის განამწყვეტია. შრომით ყველაფერი გამოგივა. სიკეთე არის ჩემი სუპერძალა. ეს არის ფრაზები, რომლებიც ბავშვებს ყოველდღე და ყოველთვის უნდა ახსოვდეთ. ზოგჯერ ისტორია ყველაზე ჩვეულებრივ ადგილებში იწყება. სკოლიდან დაბრუნებული მოზარდი იწყებს პატარა წვეულებების მოწყობას საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის დიდ ჰოლში და მოგვიანებით მას მსოფლიო გაიცნობს როგორც DJ Cool Herc. რა ქვია? ვივიენი. ვაიმე, რა ლამაზი სახელია. ვივიენი. შენ რა ქვია? ნატალი. ჩვენი და გაიცანი. ხომ გავს? მალავ, მე რამდენი ხანი ნატალი და გლივს გამომაჩინე. ეხა დაგათვალიერებინებთ აქ რა ხდება. ყველა ემზადება ცეკვისთვის. ნახეთ, მოცეკვავებთან ვარ. ოპა! რა მაგრა ცეკვავენ, ნახეთ. წავიდა სურათები. აბა ჩემთან ერთად ვინი ცეკვებს? მარტო შეკითხები რომ ჩემ ხელები არ არიან მეთქი შეჯგირში მეცმინა შემოსვლა და არავა და მე რომ მუხლები სულ დალურჯებული ქონდა ჩემ ყეზე რომ დადიოდა. მეც დავდიოდი ხალხო ჰიპ-ჰოპზე 2 თვე და მუხლები მქონდა დალურჯებული და გამოვედი მე არ აუშავ. იმიტომ რომ იუთუბერი გავხდი. ხალხო რამე ცეკვა დავდგათ რა. მოკლედ დღევანდელ ბედს დავხურავთ მე და მაშო ჩვენი ცეკვით. მაქამდე ყველა ადამიანი ვინც კი დღეს იცეკვებს, ეს იქნება ფრისტაილი. ფრისტაილი რას ნიშნავს, რომ ანუ არიციან წარმოიდგინეთ რა ჩაირთვება, არიციან რას ცეკვებენ, მაგრამ როგორც კი მოусმენენ, ეგრევე ადგილზე უნდა მოიფიქრონ და ასე ვთქვათ პროცესი უნდა ენდონ და ეს არის ფრისტაილი. დიახ. თქვენ გადაწყვეტეთ თუ არა რომ შეხვიდეთ ჰიპ-ჰოპზე? რა თქმა უნდა, გადაწყვეტილია და ამ გადაწყვეტილებას წყალი აღარ გაუვა. ანუ შემდეგ ბეთში გელოდოთ? მალე იქნება ჩემი ბეთლი და გთხოვთ რომ ყველანი აიკაზმოთ და მობრძანდეთ. ლოკაციას გვეტყვით. ლოკაცია ჯერ უცნობია, ნუ ჩქარობთ. მაგრამ მართლა შევდივარ ჰიპ-ჰოპზე. ანუ გვიანი არასდროს არ არის. მართალია. თქვენ რამდენი წლის ხართ?
ხალები ასაკს არ ამბობენ. მანან არის 24 წლის, მაშო მანანაზე 2 წლით დიდია. რამდენი წლისაა მაშო და კომენტარი? ვინც გამოიცნობს მათემატიკაში 10-იან სიმსახურებს მინიმუმ. მიდი. ოპა. მართასთან შევდივარ ჰიპ-ჰოპზე, მართა. აი, ყველაზე მაგარი გადი. კი. ამდენად მოამზადებ მართა. 5 ლარი დღე? დაძვირებულია ცხოვრებაში. კაი, რა სურჩევდი ახლა მართა სანამ გავაბეთლზე. რომ უნდა მიიღოს მაქსიმალური სიამოვნება. მოგება წაგება არაფერი არ არის, უნდა იცეკო და გული ამოიღო, დადო, იქიდან გაგვე პრანჭო. ჩემი რჩევაც ეგ იქნება ზუსტად. გამოაჩინე შენი ხასიათი, შენი უმაგრესი მებრძოლის სულის ხასიათი. ეს არის ჩვენი სცენა, სადაც გამოვლენ ბავშვები. მართას მე-5 ბეთლია. თან გამოცდილებაც გქონია. აი გაერთე რა. ჩვენ აქედან გავერთოვით. წერილობით რაც იცით დაგავიწყდება და არაფერს აზრი არ აქვს. ასე რომ ყველამ თავის და და ძმა უნდა დაასაფრთხოს და წაყვეს მნიშვნელოვან დღეებზე. იწყება. როგორც ხედავთ, ჰიპ-ჰოპის ცეკვის კულტურა საქართველოშიც საკმაოდ ძლიერია. და ისევე როგორც ხელოვნების ყველა სხვა ფორმას, მასაც შეუძლია ადამიანი და საზოგადოება შეცვალოს. ამაზე ძალიან მალე უფრო დეტალურად მოგიყავით. მანამდე კი კიდევ ერთი ტოპ კომენტარი ნახოთ, რომელიც დაგვიწერა ქეთამ. მართა მანანა და გელა ძალიან მიყვარხართ, ძალიან გამიხარდება თუ სალამურას თავგადასავალს წაიკითხოთ. ეს წიგნი არის მეგობრობაზე, სალამურა ცდილობს რომ იპოვოს თავისი მეგობარი სახელად ბაია და როდესაც ამას ცდილობს, სხვა ადამიანებსაც იცნობს. ასევე სალამურა არის ჭიამაიების მწყემსი, ხოლო ბაია ციცინათელების მწყემსი. ყველაფერს არ გეტყვით, რადგან საინტერესო აღარ იქნება. იმედია ტოპ კომენტარებში მოხვდები, მაგრამ თუ ასე არ მოხდება, არ მწყის, რადგან მთავარია თქვენ ჩემი კომენტარი წაიკითხოთ. თუ ტოპ კომენტარებში მოხვდები, ძალიან გამიხარდება. გირჩევთ რომ გადაიღოთ კიდევ ერთხელ, მანას არ შეუძლია რა თქმა. იმედია მალე 100,000 ასწდებით. მე თქვენი გამომწერი ვარ და ველოდები ახალ ვიდეოებს. ეს კომენტარი სულ ღიმილით ჩავიკითხეთ. ჩემო პატარა მეგობარო, შენთვის ძალიან კარგი ამბავი გვაქვს. ჩვენ უკვე 100,000 გამომწერს გადავწით და ახლა უკვე 115,000 ნივართ. დიდი მადლობა ასეთი გულწრფელი კომენტარისთვის და რეკომენდაციებისთვის. სალამურას თავგადასავალი მართლაც ისეთი ამბავია მეგობრობაზე, ბრძოლასა და თავდადებაზე, რომელიც ყველა ბავშვმა უნდა წაიკითხოს. ჩვენ არასდროს შეწყვიტა წერა და აზრების გაზიარება. მართა კი თავისი მოსწავლის ბარათით აუცილებლად შეიძენს ახალ წიგნებს და წაიკითხავს თქვენთან ერთად. ბევრი გვეკითხება თუ როგორ უნდა აიღონ TBC-ის მოსწავლის ბარათი. თან შეგიძლიათ თქვენს მშობლებთან ერთად გააკეთოთ სახლიდან და უფასოდ. მშობელმა მობაილ ბანკში უნდა დაამატოთ ახალი პროდუქტი, აირჩიოთ ბავშვის სივრცე, მოითხოვოთ უფასო ბარათი და აპი, სადაც თქვენი შვილის მონაცემებს შეიყვანთ. ბოლოს კი მოიწვიეთ მოსწავლე მობაილ ბანკში და სულ ესაა. მალე ხე გაზაფხულის არდადეგები დაიწყება, წარმოიდგინე, რამდენი წიგნის ყიდვას მოასწრებ. თანაც 28 თებერვლის ჩათვლით TBC-ის მოსწავლის ბარათით TBC-ის ტერმინალზე გადახდისას ყოველ გადახდაზე საჩუქრად იღებ 1 ლარს, თვეში მაქსიმუმ 10 ლარს. ბრონქსის ქუჩებში კი ბევრი პრობლემა იყო. სიღარიბე, ძალადობა, უსამართლობა. ჰიპ-ჰოპი გახდა გზა, რითიც ამ ყველაფერს პასუხობდნენ. მასაც სჭირდებოდა ძვირად ღირებული აღჭურვილობა ან სპეციალური სივრცე. საჭირო იყო მხოლოდ მუსიკა, მოძრაობა და ადამიანები, რომლებსაც ერთმანეთის მოსმენა სურდათ. ჩემი აზრით, ამ ამბავში ყველაზე საოცარი ის არის, რომ ცეკვისა და მუსიკის დახმარებით იმ გარემოში, სადაც წახალისებული იყო კრიმინალი და ცხოვრების არაჯანსაღი წესი შეიქმნა ხელოვნება, რომელიც მოითხოვს დისციპლინას, ფიზიკურ მზადყოფნას, კრეატივს და თვითგამოხატვას. ბრეიქდანსი ჰიპ-ჰოპ კულტურის ცეკვის ერთ-ერთი სტილი 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე ოფიციალური სპორტის სახეობაც კი იყო. ხალხი დაიწყო და ნერვიულობ მართას მაგივრად. მე ხარ გამოდიან ცალ-ცალკე. დრო ჟიური მარჩიოს. მართა იქ დგას. Krasy, Klaus! Bravo! მართა ელოდება თავის მომენტს რომ გამოვიდეს, ნერვიულობს, მაგრამ არ აუშავს, ეგრეც უნდა იყოს. თავარია რომ ნერვიულობამ ხელი არ შეგიშალოს. Vidi Marta! 3, 2, 1. ახლა ჩვენ ცოტა აგვეტირა მართას გამოსვლაზე, მაგრამ არა უშოთ.
მოკლედ, სიტყვა hip ნიშნავს, რომ იყო ფხიზლად, ფართოდ გაახილო თვალები და იცოდე მეტი შენს გარემოზე. და არსებობს მეორე მნიშვნელობაც. hip ნიშნავს აწმყოში ყოფნას, ხოლო hop მოქმედებას. და ჩემი აზრით hip-hop-ი არის მოძრაობა, რომელიც თავისუფლებას, ზრდას და განვითარებას ნიშნავს. ყველა პროფესიაში ძალიან მნიშვნელოვანია იყო ორიგინალური, ჰქონდეს საკუთარი სტილი, პატივის ცეცხლებს და იყოს საზოგადოების ნაწილი. აქ არავინ გეუბნება როგორ უნდა იცეკვო. ჩემი აზრით ეს არის მისი ყველაზე ძლიერი ძალა. შენ თვითონ პოულობ საკუთარ გზას. ფინალურ ბეცლამდე მართას 2 ტური ელის. ჯერ მე უნდა დავამარცხოს, შემდეგ კი კიდევ ერთი სოლო გამოსვლა ექნება. მანამდე კიდევ ერთ უსაყვარლის კომენტარს წაგიკითხავთ. ეს კომენტარი დაგვიწერა ირინამ. ძალიან მიყვარხართ, ჩემი საყვარელი იუთუბერები ხართ. მინდა ეს კომენტარი ტოპ კომენტარი იყოს. მართას ურჩევ წაიკითხოს წიგნი. მელორი ტაუერს. ეს წიგნი ძალიან მიყვარს. მე ალექსანდრე მქვია და ეს კომენტარი თუ არ გახდება საუკეთესო არა უშავს. კიდევ მართას ურჩევ კაპიტანი ტრიკოს იდეალური ოჯახის ეს მშობლები და კუპატას თავგადასავლას. ეს წიგნები ძალიან მიყვარს და თქვენც მირჩიეთ რამდენიმე წიგნი. მიყვარხართ ძალიან. არ ვიცი ამ თაობაზე როგორ ამბობენ არ კითხულობენ. ალექსანდრე, ერთი დიდი მადლობა ასეთი გულით დაწერილი კომენტარისთვის. და სანამ წიგნებზე გადავალთ, ერთი კითხვა გვაქვს შენთან. რამდენი წიგნი გაქვს უკვე წაკითხული? იმიტომ რომ იმ წიგნებიდან რაც ჩამოთვალე, აშკარად ჩანს რომ ძალიან კარგი მკითხველი ხარ. შენი გემოვნებიდან გამომდინარე ვფიქრობ ეს წიგნებიც მოგეწონება. ჰარი პოტერი თუ ჯერ არ დაგიწყიან, ან სელმა ლაგერლოფის წიგნი. ნილსი ჰოლგენსონისა და გარეული ბატების თავგადასავალი და ანე კატარინე ვესტლის დედა, მამა, 8 ბავშვი და საბარგო მანქანა. ყველა იცეკვა მათ შორის მართამაც და ახლა ველოდებით რომ დაიწყოს ბეთლი. ანუ 2 მოცეკვავე შეეჯიბრება ერთმანეთს და ახლა გამოვედის შესასვლელად. მართამ რა თქმა უნდა გამოგვაკითხა. ჩადი. მოკლედ მეგობრებო, დაიწყო ბეთლი. დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში იცეკვებს ერთი მოცეკვავე, ხოლო მეორე წუთის განმავლობაში იცეკვებს მეორე მოცეკვავე. ეგრევე მე გამოაცხადებენ გამარჯვებულს. ახლა არის მეორე ბიჭის ჯერი. ხოლო აი ჟიურიც არის აქვე და ისინი გამოაცხადებენ გამარჯვებულს. ხახო, ეს ბავშვები რა საყვარლები არიან უბრალოდ შეხედეთ. ესე ბალეში ყოფენ სხვებს. მას წავლე ეხა რამე. ერთი. ესე? ანუ ვიმოძრაო და თან ჩავიმუხო? ესე უფრო. ხელები როგორც მინდა, ოკეი? და თან თითქოს აი ჩავიმუხო და უკვე ვცეკვავ, ხო? მოცეკვავს არ გავა? კაი, ეხა ბეთლი იყოს ჩემს და მართას შორის. შენ დაიწყე. არა, ხავ შენ დაიწყე. ჯეირანი. მანანა versus მართა. მართა იწყებს. მე უნდა დამამარცხო, მე, შემომხედ თვალებში. აბა ვინ მოიგო? მართა! მე ვეცადე რომ მომეგო, თუმცა მართა არის პროფესიონალი მოცეკვავე და ვერ მოუგე. როგორია მოგება? მშვენიერი, ნახეთ მას ყოველ მიძრაობა. როგორი იყო სანამ გახვიდოდით საცეკვაოდ, რა შეგრძნებები ქონდათ? რა მეშინდა. როდესაც გახვედით, არ ვიცი, ვერ გავიგე ჩემი სახელი საერთოდ. ვერავე. ცეკვედა მოჩა. პროცესში არ გადაგიარა ჩიშმა? არა, არც მახსოვს რა ვქენი. ანუ ეს იყო ბრძოლა გადარჩენისთვის. რაიმე. სულ შეიძლება რომ შოკოლადიანი ხდებოდა? შოკოლადიანი ბუკი ხარ? დასრულდა სადაც დიდები ცეკვავდნენ ბათლს. ეხლა ვიცეკვებთ 4-ნი და მაქედან მხოლოდ 1 გავა და ისეკვებს ბათლს სხვებთან ერთად რა. განწყობა როგორია? აუ, კაი ალბათ. კი. ნებისმიერ შემთხვევაში მოიგებს, წააგებს, თავარი არის ის, რომ გამოდის ადამიანი და ცდილობს, ანუ რაც ის იმას აკეთებს. მართაზე რაც არის დამოკიდებული, რომ იბრძოლოს ბოლომდე, მაგას ყოველთვის გააკეთებს. საკარგული ტალანტი. ეს მართა მასწავლა, მეგობრებო და მე თქვენ გასწავლით. მოკლედ, გახარ აი ბუქნებს აკეთებ და თან ძალიან თავისუფლად ცეკვავ და აი თვითონ მოცეკვავთ არ. ტრიალი. რეპეტიცია აუცილებელია. მოდი მომიგე, კიდევ ერთხელ მომიგე. მოდი. მე მგონია რომ ყველა ადამიანი და ბავშვი თავისი სტილით, თავისი ხასიათით, თავისი მოძრაობებით არის უნიკალური. ვიღაცა შეიძლება უფრო დახვეწილი მოძრაობა ქონდეს, მაგრამ ვიღაცას იმდენად კარგი არა, ანუ კარგია ზუზე არა, იმდენად თავისი სტილი ქონდეს, გეგონება დაფრინავს რა, განაღაცა ცდილობს რა სხვა იყოს რა. უბრალოდ არის ის ვინც არის და ეგ არის რა ფრისტაილი, რომ იცეკვო და იმოძრავ ისე როგორც ჩვენს ხეულს უხარია რეალურად რა. ლამაზი არის ის, როდესაც ხარ შენ რა. როგორც ნახეთ, ბეთლი არის კონკურენცია, თავისუფალი იმპროვიზაცია და მოცეკვავისა და მუსიკას შორის არსებული დიალოგი.
გადახვედი დაარსებინათ იმაზე მეტი ვინც ვერ გადავიდნენ და ვინც ვერ გადახვედი დაარსებინათ იმაზე ნაკლები ვინც გადავიდნენ. უფრო мотивация უნდა მოგეთით რომ შემდეგზე უოჭველი გადახვედი. მოკლედ მეგობრებო, მეორეჯერაც იცეკვა მართამ და სამწუხაროდ ვერ გადავიდა შემდეგ ტურში, მაგრამ მომავალ ბეთლსაც გადავიღებთ ხოლმე. შენზეა როგორ გამოიყენებ წაგებას რა? თუ წაგებას ისე მიუდგები რომ ვაიმე დედა წავაგე და ეხა აღარაფერს აღარ გავაკეთებ, მეორეჯერზე უფრო წაგები და თუ წაგებას ისე გამოიყენებ რომ მეორეჯერზე ბევრად უფრო ივარჯიშებ, სხვებს უყურებ და მოინდომებ, ანუ მეორეჯერზე შეიძლება უკეთ იცეკო და მოიგო კიდეც. მოკლედ მართა შებრუნდა ბეთლზე დარჩა, რადგან უყუროს რაც არის სამნიშნელოვანი. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, მე მომეწონა და ზოგადად ესეც რაღაცებზე რომ მივდივარ ხოლმე, სადაც ადამიანები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ჩემთვის ძალიან ინსპირაციულია, იმიტომ რომ ყველა თითქოს თავის მაქსიმუმს ცდილობს. იქნება მომენტები, როდესაც დამარცხდებით, მაგრამ დამარცხება არ ნიშნავს იმას, რომ აღარ გავაგრძელოთ შრომა. იმიტომ რომ შრომით ყველაფერი გამოგვივა. რეალურად, როდესაც აგებს, სასიამოვნო შეგრძნება არასდროს არ გააქვს, იმიტომ რომ ყოველთვის ჯობია რომ მოიგო. წაგების კარგი მხარე გარი შენ აგრძელებ ორმაგ მუშაობას აუცილებლად. არ დაიწყოთ გულები, ვიცი რომ ყველა წაგიათ, მე წამიგია, მაშასაც წაუგია, მართასაც წაუგია. ადამიანი არსებობს, რომელიც ყოველთვის იგებს. რაც უფრო წარმატებული ხარ, ესე იგი მით უფრო ბევრჯერ წააგე, ყველაზე ბევრჯერ წააგე, იმიტომ რომ ყველაზე ბევრჯერ ცადე და საბოლოო ჯამში გახდი ყველაზე წარმატებული. თუ არ სადე და არ დამარცხდი, მაშინ გამოდის რომ რა ვიცი, ახში უნდა იჯდე და არაფერი არ უნდა გააკეთო და ეგრე არ გამოვა. დღევანდელი ვიდეო ცოტა განსხვავებული გამოვიდა. ვნახეთ თუ როგორ გვასწავლის ჰიპ-ჰოპი ერთ მთავარ გაკვეთილს, რომ არ დანებდე და სხვის შემოქმედებას პატივისცე. რომ შენი პასუხი უნდა იყოს განვითარება, სიამაზე და შრომა. ვფიქრობ, სწორედ ამიტომ აირჩია მართამ რომამ კულტურის ნაწილი გამხდარიყო. ამიტომაც დარჩა წაგების შემდეგ სხვა მონაწილეების საყურებლად, პატივისცემის ნიშნად და თვით განვითარებისთვის. ალბათ ხასიათის ეს სიმტკიცე მიყვარს მასში ასე ძალიან. და რა თქმა უნდა, მარტონი არ ვართ. ჩვენ გვერდით არიან მეგობრები, ოჯახი და TBC. მაშა უკვე მზადაა ჰიპ-ჰოპ კულტურის ნაწილი გახდეს და ცეკვა ისწავლოს. შენას ფიქრობ, რა არის ხელოვნების ის ფორმა, რომელიც საუკეთესოდ გამოხატავს შენს პიროვნებას.